იცი თუ არა, რომ ეკა ბესელიას მიერ პატიმრად განთავისუფლებულმა, ამნისტირებულმა პატიმარმა, რომელიც ყაჩაღობაზე, ქურდობაზე და ნარკოტიკზე იყო ნასამართლები და რომელიც იმ მიზნით გაათავისუფლეს, რომ ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, იყო მამუკა ბეჭვაია, რომელმაც სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს, კერძოდ 2014 წლის 16 აპრილს, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაიდინა ყაჩაღობა ცივი იარაღის გამოყენებით და დაჭრა მოქალაქე. ქართულ ოცნებას გაუმართლა, იმიტომ რომ ეს მოქალაქე აღმოჩნდა ლილი გელაშვილი, თამაზაშვილების და ღარიბაშვილების უახლოესი მეგობარი. ბეჭვაია მალევე დააკავეს, თუმცა პოლიციაში მან განაცხადა, რომ იყო ახალაიას ოქროს მოწმე და თუ დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებდნენ, საქმეს აუყირავებდა. სასამართლო პროცესზე ჩვენ ეს ფაქტი გავახმაურეთ, მაგრამ რა თქმა უნდა რეაგირება არ მოყვა და პროცესები ვითომც არაფერი ისე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა.